30 წლის მამაკაცი წლების მანძილზე გულისცემის უსიამოვნო შეგრძნებებით ელექტროკარდიოგრამა ჩაიწერა შეტევის დროს. ფიზიკური გამოკვლევით ტაქიკარდიის გარდა სხვა დარღვევები არ გამოვლინდა, რაზე მეტყველებს ელექტროკარდიოგრამა. ის რომ აქ არის გახშირებული გულისცემა ვიწრო QRS კომპლექსებით, ეს კაფეო ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, ვინაიდან RR-SS ინტერვალები აქ შეადგენს ფაქტიურად ორ დიდ კვადრატს. გულის ერთული ხერხი ნორმალურია QRS კომპლექსებიც, ST სეგმენტებიც და ტეკბილებიც. რაც არის არანორმალური, ეს არის უარყოფითი პეკბილები მეორე, მესამე AVF განხრებში. როგორც გახსოვთ, პირველ, მეორე, მესამე AVF და გუნკერის V2, V3, V4, V5, V6 განხრებში პეკბილი უნდა იყოს დადებითი, მაგრამ აქ ის ქვედა განხრებში უარყოფითია. PQ ინტერვალი არის ძალიან ხანმოკლე, შემოკლებულია და მის ხანგრძლივობა შეადგენს 100 მილიწამს. გულისცემის უსიამოვნო შეგრძნების ეპიზოდები ამ პაციენტში შეიძლება დაკავშირებული იყოს სინუსური ტაქიკარდიის აღმოცენებასთან შფოთვითი მდგომარეობების დროს. მაგრამ ვინაიდან გულისცემა აქ არის 140 წუთში, ეს შედარებით მაღალია სინუსური ტაქიკარდიისთვის და უფრო ახასიათებს სხვა სახის არითმიას. მაგალითად წინაგულოვან ტაქიკარდიას. ის რომ აქ არის სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, ამას უეჭველი ადასტურებს თითო პეკბილის არსებობა ყოველი QRS კომპლექსის წინ. ხოლო ის რომ ეს პეკბილი უარყოფითია მეორე, მესამე და AVF განხრებში, საბოლოოდ სვამს წინაგულოვანი ტაქიკარდიის დიაგნოზს. რა თქმა უნდა, როცა იქნება ტაქიკარდია, უნდა ვეცადოთ მის კუპირებას კარდიდული სინუსის მასაჟის გზით. თუ ის იქნება არაეფექტური, უნდა გამოვიყენოთ ადენოზინი, რომელიც ფაქტიურად 100%-ში ეფექტურია წინაგულოვანი ტაქიკარდიების დროს. ადენოზინი, როგორც გახსოვთ, არის აქტიური ვაზოდილატატორი, რომელიც წარმოიქმნება ენდოგენურად. იწვევს კალიუმის იონების გადინებას და შედეგად ასტაბილიზებს კარდიომიოცდების მემბრანას. ამიტომაცაა, რომ ის ეფექტურია სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიების და ნაწილობრივ ვოლფ-პარკინსონ-ვაიტის სინდრომის დროს. მოსიმციმე არითმიის, წინაგულების ფიბრილაციის და პარკუჭოვანი არითმიის დროს ის არაეფექტურია. ადენოზინი არ იწვევს არც რეფლექსურ ტაქიკარდიას და არც არტერიულ ჰიპოტენზიას. იმიტომ რომ მისი ნახევარდაშლის პერიოდი ძალიან ხანმოკლეა და შეადგენს 10 წუთს. ჩვეულებრივ ჩაითქმება ერითროციტებით და სისხლძარღვების ენოთელური უჯრედებით, სადაც იშლება ნუკლეაზებით. ამ პაციენტში ტაქიკარდიის სამომავლო პროფილაქტიკისათვის უნდა გამოვიყენოთ ბეტა-ბლოკატორები, მაგრამ მანამდე უნდა გავგზავნოთ ელექტროფიზიოლოგიურ გამოკვლევაზე, იმიტომ რომ არსებობს შანსი ვიპოვოთ ბრიენტრი გზა და შემდგომში დავშალოთ აბლაციის გზით. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროკარდიოგრამაზე ასახული იყო წინაგულოვანი ტაქიკარდია.